მოგესალმებით. დიდი მადლობა. თანადგომისთვის გენაცვალე. რაღაცებს ვამაგრებთ მაინც. გენაცვალე. როგორ ხარ? გამარჯობათ, მოიწიეთ ხალხო, შემოგივლეთ. აი ესეთი რამე გადავწყვიტე რომ სამგორის მაჟორიტარი ვიყო. თქვენი სურვილი თუ იქნება და თქვენი მხარში დგომა? რა თქმა უნდა, სურვილი ვარ და გაგიგებ. რა თქმა უნდა. უბრალოდ მე რა მინდა გითხრა. მე როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვიყიდე. მაგრამ ყველა მინდა იცოდეს. მე არასდროს არ უღალატებ ბიზნესში. გამორიცხე. რომ არა ეს კაცი ისახადი დღეს რაც მოშორდა ქვეყანას არ მოცემდა. მაგრამ აქ საუბარია უბრალოდ ერთ რამეზე. რომ სამგორს ყავდეს თავისი მაჟორიტარი. სამგორი. თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა, თუ იქნება თქვენი სურვილი, თუ იქნება თქვენი გვერდში დგომა, მე გპირდებ. ერთადერთი რაც შემიძლია დავპირდეთ თვითონ თქვენთანაც. რომ გულისხმიერებაში არადოს არ მეშლება. ყოველთვის ყველაფერი ვერ გამოდის. მაგრამ არადოს არ უღალატობ ადამიანებს. ყოველთვის ვედგები თითოეულ თქვენთაგანის გვერდზე, მე იმედებით გეიმედებოდი. და ერთი რამ არის. მე კარგად ვიცი და ცხოვრება მომცა იმის საშუალება, რომ კარგად შემესწავლა ყველა პრობლემა და თან მეფიქრა და მომეფიქრებინა ის პრობლემები, როგორ უნდა გადაიჭრას ეტაპობრივად, რაც სამწუხაროდ ჩვენს რაიონს, ქალაქს, ქვეყანას აწევს. მე ჩავატარებ ბევრი კვლევა, სხვადასხვა სამსახურში. პირველ ადგილზე ქვეყანაში არის დასაქმებელობა. ჩვენმა მოვახერხოთ და ხელგამოწვეული მდგომარეობიდან საზოგადოება უნდა გადავიყვანოთ დოვლათის შექმნა საზოგადოება. თვითონ ჩვენთაგან ჩვენი წილი ტირტვირთი უნდა ჰქონდეს თავისი ოჯახის, თავისი მეგობრების, თავისი ქვეყნის, თავისი ქალაქის, თავისი დნის წინაშე. ვიღაცამ შეიძლება ეკროს ერთმა შექეშუნოს როგორ უნდა გააკეთოს. მე ერთი შევედი საკრებულოში და 25 დღე. და ერთი შევედი საკრებულოში და მადლობა ღმერთს ნაციონალურ მოძრაობა თვითმმართველობის დონეზე დავამთავრე. ბევრი კითხვები იყო, ბევრი ტალახის სროლა, ბევრი შეურაცხყოფა, ბევრი მოთმენებაც მომიწევა. მაგრამ როდესაც მიზანი გაქვს ის რომ გააკეთო რაც საჭიროა, რომ 800 მილიონი არ წაახმევინო არ არის. მაქსიმალურად შედეგობრივად სწორად დაახარჯინო. თუმცა დღესაც პრობლემაა. არავინ არ თქვას რომ დღეს პრობლემები არ აქვს. ბევრი რამე უკეთესად შეიძლება კეთდებოდეს, თუმცა დღეს არჩევანის თავისუფლება არ ყავს. ტერორი აღარ არის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ მე აი ეს არჩევანი მაქვს, იმას ეს არჩევანი. მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ მე დიდი მადლობა თქვენს წინაშე მინდა გადავუხადოთ იმ 14 ადამიანს, რომელმაც დატოვა სამგორის რაიონის გამგეობა და შემოუერთდა მასშტაბში. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საბოტაჟი არ მოგვიწყო. გამგეობა ისევ იმუშავებს ნორმალურად და სრულად. საბოტაჟი არ მოგვიწყო. უბრალოდ ეს 14 ადამიანი არის ჩემი გუნდის წევრი. ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ შიხიაშვილის კადრებით არის ფრიანად სამგორის რაიონი დაკომპლექტებული და ეს იმიტომ ხდება, რომ ის ლობირებს და ნეპოტიზმით არის დაკავებული. ბატონებო, პრეცედენტი არის პირველი. როდესაც კონკურსით დანიშნული ადამიანები ტოვებენ თანამდებობებს და მოდიან და დგებიან ჩვენ შტაბში. მე დიდი მადლობელი ვარ მათი თითოეული თქვენთაგანის. ტოვებენ იმიტომ, რომ სამგორიდან უნდა დავიწყოთ იმ სცენის დამარცხება, რაც არის ნაციონალურ მოძრაობა საპარლამენტო დონეზე და უნდა დავიწყოთ სამგორიდან ამშენებლობა და დასაქმება იმ საზოგადოების, რომელიც დღეს აქ ღირსეულია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში. უმეტესი ნაწილი. დღეს ახალგაზრდობა ქვეყნიდან გარბის. დღეს 1,5 მილიონი უკვე წასულია. დღეს ვინც კი რამე გამოცდილება აქვს და ცოდნა აქვს, ისიც წადმიდის და იმიტომ რომ უკეთეს ანაზღაურებას მიიღებს ქვეყანაში, 1,2 მილიონის დახარჯვა გჭირდება, რომ საკვები მოვიტანოთ.
და ამიტომაც ჩვენ შევქმნით ისრაელის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოშავების პროექტი. ეს არ არის მარტო სოფლის მეურნეობის პროექტი. ეს არის 60 წლიანი გამოცდილება, რითაც ისრაელმა არა კეთილმოსურნე მეზობლების გარემოცვაში მოახერხა თავი დაეცვა, ქვეყნის აღშენებლობის პროცესი გაევრცელებინა და გაეკეთებინა მაღალ დონეზე და რაც მთავარია, დღეს ის ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა შემიძლია ქვეყანას. როგორც შიმონ პერესი ამბობდა, ერთი მთავარი რამეა, ქვეყნის სიმდიდრე არ არის მისი ბუნებრივი რესურსები, მისი სიმდიდრე არის ხალხი. თუ ამ ხალხის გამოცდილებას გამოიყენებ მაქსიმალურად სწორად, მიიღებ ძალიან დიდ შედეგს, რასაც ქვეყნის აღშენებლობა. ჩვენ ეს გვაქვს. ჩვენ ყავან ეს მეგობრები, ჩვენ გვაქვს ეს პროექტი და ჩვენ შეგვიძლია ერთად ჩაკიდებულებმა ეს საქმე გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ადამიანი მისვავდა კითხვას საკრებულოშიც და ვეტერანთა სამსახურში. როდის იქნება? ბოლოს გაბრაზებულმა უპასუხებს. ერთ-ერთმა ხო შეიძლება დასვათ კითხვა. მე რა გავაკეთო რომ მალე იყოს? მარტო მე რატო მეკითხებით როდის იქნება? მარტო ჩემია? ეს საქმე ჩემი პრობლემაა? ყველას პრობლემაა. მაგრამ წარმატებას გადავეჩვი. გამარჯვებას გადავეჩვი. აი ესე გვაქვს ხელი აფარებული ყველა პრობლემაზე. ან ყირივარ და ვრიალებ და ვჭუბობ, ან გულგრილად უყურებ ჩვენს პრობლემებს. რა თქმა უნდა, პრობლემა შეიძლება უყურო გულგრილად, მაგრამ ის პრობლემა არ მორჩება. ის უნდა მოარჩიო. მე მაქვს ეს რეცეპტი. თუ ვინმეს უკეთესი აქვს, ის გავაკეთე. მაგრამ თუ არა აქვს უკეთესი ვინმეს, მაშინ ეს გავაკეთე. და ამით უმეტეს, ამის მაგალითი არსებობს. ადამიანები გამოვიდნენ და იძახდნენ 75 მილიონი უკეთესად შეიძლება ვეტერანებს მოხმარდეს. ექსპერტები ქვიათ, მიკროფონი დაინახეს, ლაპარაკი მოუნდა. პასუხი და ჩემგან იყო კითხვა. თქვენ გაქვთ უკეთესი ვარიანტი? გავიგე რომ უკეთესი ვარიანტი ქონიათ, უკეთესად შეიძლება ეს ფული დაიხარჯოს. დავპატიჟე ჩემთან კაბინეტში. არაფერი არ მაქვს. აბა, რატო ლაპარაკ? არ იცი, არაფერი არ გიფიქრე ამ თემაზე, დაინახე მიკროფონი, განსაკუთრებით წითელი რვა და რა წერია იმას მიგვარდებიან ხოლმე და ასე შენ. ეხლა ჩვენ მინდა ერთი რამ. ჩვენ ირაკლი შიხიაშვილი არ მიდის დამერწმუნეთ პარლამენტში, იმიტომ რომ ან ცნობადობა ჭირდება, ან თანამდებობა ჭირდება. მე ყველაზე დიდი თანამდებობა მქონდა დედამიწაზე, ვიყავი ყველაზე მაგარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე. ამაზე უფრო დიდი თანამდებობა მე ვერ მექნა. დიმიტრი ყიფიანის თანამდებობაზე კაც მერტი გაგისეთ ყოფნას დიდი ბედნიერი თანამდებობისთვის არ მივიდი ჩემი ქვეყანიდან ახალგაზრდობა არ მინდა გაიქცეს თუ ვინმეს რამე გამოცდილება შერჩა აქ დარჩეს და თავის ქვეყანას აკეთებს როგორ გავაკეთოთ გვაქვს კონკრეტული პროექტი